გამარჯობა, ბატონო გიორგი ჯაფარიძე, ფიზიკოსი, გახლავთ დღეს ჩვენთან ერთად და რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ისეთ თემაზე, როგორიც არის ბირთვული საფრთხე. რამდენიმე დღის წინანდელ ოპერაციასაც შევეხებით ისრაელის და ამერიკის ერთობლივით, ანუ ირანის ბირთვულ პროგრამას, როგორც ამბობენ, გადაიწია, ანუ დაბრუნდნენ რამდენიმე წლით ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ, რამდენად ასეა ჯერჯერობით. მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში იქნებ თქვენ გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ზოგადად ესეთი არაპროგნოზირებად ხელში ბირთვული იარაღი და მით უმეტეს ესეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველო. მოგესალმებით. ეხლა ჩემი გაგებით ეხლა ის რაც მოხდა ირანში, თუ ის განხორციელდა ისე როგორც ამერიკული და ისრაელის მხარე ამბობს, რას საკვირველია ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა ირანის ბირთვულ პროგრამას. განსაკუთრებით მე მათ ამბიციას სამხედრო მიმართულებით ემუშავოთ და დააბრუნა ირანი ალბათ 1-30 წლით უკან. ხა აგიხსნით რატომ? და ან როგორ უნდა გავიგოთ ესა, რომ ხა ერთი ჭურვის ქონა არ ქონა ეს კომიკურია. ხა სამწუხაროდ ეს ტერორისტების დონეზე ქვეყანა ვერ მოქმედებს. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ ბირთვულ იარაღზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აქვს უნარი რამოდენიმე ასე ვთქვათ ათეული მაინც ეს ბირთვული ჭურვი გააჩნდეს და კონდეს ინსტრუმენტი, რომ ეს ჭურვი მიიტანოს იქ, სადაც უნდა საკმაოდ ზუსტად. ხა რაც მოხდა, დაზიანდა ჯერ მიტანის საშუალებები ცალსახად, ცის კონტროლის საშუალებები ცალსახად და მეორე მხრივ ის რომ ირანს შეუძლია და შეეძლო მე ამაზე პასუხს ვერ გასმა ძალიან ეჭვეპარება. კი 10 კილოგრამი ურანი თუ აქვს ჭურვის გაკეთება და იარაღის შექმნა არ არის ასე ვთქვათ ტერორისტების თამაში. ეს არის სოლიდური ინდუსტრია. ამიტომ ცხადია ირანი ემზადებოდა იმის რომ გამختارიყო სოლიდური მოთამაშე ამ მიმართულებით, რომელიც ექნებოდა ინდუსტრია რომ ატომური იარაღი აწარმოოს. და ამისათვის მათ ჭირდებოდათ რასაკვირველია ეს ურანის განცალების ქარხანა, რომელიც როგორც ჩანს იყო დამალული აი ამ ღრმა კლდეში, იმ ვარაუდით რომ თითქოს ვერაფერი ვერ მისვლებოდა და იქ ხდებოდა დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა ამ სუფთა ურანის 225 მეტრის გამოყოფა და შესაბამისად გამდიდრება ურანისა იმ კომპონენტით, რომელიც საჭიროა ჭურვის შესაქმნელად, ბირთვული ჭურვის შესაქმნელად. თუ ეს ცენტრი დაინგრა და ვიგულისხმოთ, რომ მოხდა და ამას ერთადერთი რაც ხა მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ თვალნათლივ მე არ ვიცი სურათი რამდენად ობიექტური იყო. ამას თავს ვერ დავდე, მაგრამ მათ აჩვენეს იქ დავარდნილი ჭურვი და მე ამოფრქვეული ზევითკენ ესეთი ღრუბელი. თუ გახსოვთ ეს კადრები. ეხლა ეს ღრუბელი ნიშნავს იმას, რომ ეს ჭურვი სადღაც აფეთქდა და ჰაერმა გამოიტანა ეს ზევითკენ. ეს ამაზე ვისაუბრეთ მე რამდენად ეს საფრთხო, მაგრამ ეს მოხდა ესე იგი ფაქტობრივად განჭოლეს ეს და მივიდნენ იმ გულირაბებამდე, რომელიც სხვა ბოლოთი ჰაერთან იყო დაკავშირებული. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ დაინგრა ის ინფრასტრუქტურა იქა და ცხადია, რომ იქ არის ყველაფერი ძალიან დასვილი რადიაციით. იმისა აღდგენა, იქ ხალხის შეშვება, იქ რაღაც გაკეთება, მე პირადად მეჩვენება, რომ თითქმის შეუძლებელია. თუ იმიტომ რომ დასვილია ეხა ის იქ ურანი ალბათ არ იყო. მე არ გულისხმობ, რომ ეხა ირანი იმის ესე მიამიტი იყო, რომ არ შეენახა ეს ურანი, რომელიც ჭირდებოდა. ვარაუდობ, რომ საერთოდ ელოდენ ამას ალბათ და შეინახეს კიდეც. მაგრამ თვითონ ეს აპარატურა არის რადიოაქტიური, თვითონ ეს მეტალი არის აქტიური, დიდი რაღაც შეიძლება რაღაცა ნარჩენები არის ურანი. ამიტომ თუ ეს გაიფანტა, აფეთქდა, ეს მთლიანად ეს მიწისქვეშა ტერიტორია არის გამოუსადეგარი. გამოუსადეგარი ხდება. ამიტომ
მე ხა როგორც ის ჩერნობილი არის შენობა, მაგრამ ნუ იმას ხო ვერაფერში აღარ გამოიყენებ, ხო? ასე ვუყურებ მე ამას. ამიტომ თუ მათ დაჭირდება და მოუნდებათ ამ პროგრამის აღდგენა, ეს თავიდან უნდა დაიწყონ. ამის გაწმენდას უფრო მარტივი შეიძლება იყოს სუფთა ადგილას ხელახლა ააგო ეს სისტემა. და ეს წლებია. ამიტომ შედეგობრივად როგორც ჩანს დღეს შეიძლება მე შეიძლება რომ իրენ ძალიან ფრთხილობს და ძალიან თანახმარო ხა იმას წავიდეს მოლაპარაკებებზე შეიძლება რაღაცის გადარჩენა უნდა და ეხლა ესენი თანახმარიან დღეს ცოტა დაიხიონ უკან რომ რაღაცა გადარჩენ. ეხლა მე ეს დეტალები არავინ არ იცის და თუმცა მე არ ვიცი. ოღონდ ღია იმაში ეს არ არის, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ ძირითადი ერთეულები სადაც ხდებოდა აი ამ ბირთვული იარაღის კომპონენტების შექმნა. იყო დაბომბვის შედეგად განადგურებული, ეს ნიშნავს, რომ ეს ადგილები არის იმდენად დასველი უკვე იქ არსებული რადიაციით, რომ ის ძალიან ნაკლებად შესაძლებელი იქნება, რომ ეს მალე აღდგენა ან რაღაცა ახალი ადგილი ჭირდებათ, ახალი მე ასე მესმის, რომ მაგათ ხელახლა და თუ მაგას იფიქრებენ, მაგათ ხელახლა, მაგრამ ესეთი პრეცედენტია, იცით, საინტერესო, რომ ეს ზოგადად პოლიტიკური თუ რა ქვია სამხედრო თვალსაჩინით, რომ შენ თუ რაღაცას აპირებ ჩუმად, რაღაც მომენტში გაგინადგურებენ და ხელახლა დაგაბრუნებენ უკან. აი რაღაც ასეთი მოხდა და მე მგონი რომ დიდი ხანი დაჭირდება ირას რომ ეს პროგრამა აღადგენ. თუმცა მე მათ განაცხადეს რომ უარს ამბობენ მაგატესთან თანამშრომლობაზე. ხა ესე ძალიან მნიშვნელოვანი ისა. ცხადია რომ განაწყენებული იქნებიან მაგატესზე, იმიტომ ალბათ მაგატედან გადიოდა ეს ინფორმაცია თუ სად როგორანაირად არის და ვარაუდობენ რომ მაგატედან გადიოდა და ან რაღაც ზედმეტი ინფორმაცია დამალული ეგონათ. მაგრამ ვერც შვიდობიან ბირთვულ პროგრამას ვერ განავითარებენ მაგატეს გარაშე. ან ეს აი ამ მაგატე რუსული აბრევიატურა ბოდიში. ატომური სააგენტოს გარაშე. ამიტომ საკმაოდ ცუდ დღეში არიან. გულსვათო თვალსაჩინო. ბატონ გია, რაც შეეხება თვითონ აი დაბინძურებას და დაბინძურების ხარისხს, აი მაგაზეც მინდა გთხოვოთ. ვისაუბროთ, იმიტომ რომ არის ახლა გაუთვითცნობიერებელ, როგორ გითხრათ, როდესაც ინფორმაცია არ აქვს, ყოველთვის ამას რაღაცა შეიძლება რაღაცა კუდი მოებას. რა შეიძლება ან რამდენად შეიძლება, ესე იგი, იმოქმედოს აი ამ ყველაფერმა დაუშვათ გარემოზე, ხო? არა, ნუ იქაური გარემო ალბათ არის დასველი. საერთოდ ნებისმიერი ამ ავარიის ბირთვული ავარიის დროს რეალურად ყველაზე უფრო თუ აფეთქება არ მოხდა და არ მოხდა ამ რადიაციული ღრუბლის ასვლა სტრატოსფერომდე. რაც თქვათ აი ჩერნობილში მოხდა და ან ნაწილობრივ მოხდა ფუკუსიმაზე, როცა ეს გამოვიდა რადიაციული ისენი, იმიტომ რომ როდესაც ეს რადიაციული ნარჩენები არის ძალიან მაღლა უკვე სტრატოსფეროში, მე ისინი დასავად მოძრაობენ დედამიწის გარშემო და მოედებიან ყველაფერს და ეს ერთი სირთულის ამოცანაა რა. ხოლო თუ თქვათ ეს არის ახლა ადგილობრივად იქნება ძალიან დასველი. მაგრამ ეს ძიმე ნარჩენები ალბათ ყველაფერი იქ ესეთ მიწის ქვეშ არის დასველი. მე ასე ვარაუდობ, რაღაც ამოვიდა გარეთ და ისიც იქვე. მაგრამ ეს ნუ საშუალოდ ალბათ რამდენიმე ათეული კილომეტრია, რომელზედაც შეიძლება ითქვას, რომ თუ ქარი უბერავდა და საერთქარი იყო და რაღაცა ამას, მაგრამ ეს იმ ტერიტორიის იქით ალბათ კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რომ რაღაცა ხო არ მოხდა. მაგრამ ასე ადვილად წასაღები რადიაცია იმ ადგილებიდან არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ არავითარ დიდ აფეთქებას იქ არ ქონია. აფეთქება ჩვეულებრივი ჭურვი. დასვილი ჭუჭყი არის, შეიძლება კობალტით რაღაც კობალტის თავები ქონათ, კობალტის თავად საკმაოდ უსიამოვნო მეტალია, ხომ ასე რა. ნუ, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ რომ გაიტანოს, გახვრიტოს იქამდე და ჩავიდეს იმ სიღრმეში, ხომ ასეა და იქ აფეთქდეს, ხომ? მაგრამ თუ ის იქ რჩება და ცოტა ამოდის, ნუ იმათვის ძალიან დიდი პრობლემაა, იმათვის. ვინც იქ უნდა მიხედოს და მოუღაროს და ვინც იქ იყო. ბატონ გია, უნდა გკითხოთ აუცილებლად აი ამ ბირთვულ შანტაჟზეც და ან კიდე ერთ თემას მინდა რა შევეხოთ, იმიტომ რომ აი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
იქაც რუსებს აქვთ ეს სადგური დაკავებული. იქაც მუდმივად აი ამ საბრძოლო მოქმედებების ფონზე ხან ჭურვის კდება, ხან რაღაც საშიშროება არის, ხან არის თვითონ პოლიტიკური განცხადება იმის თაობაზე, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მოსკოვი. აქ სამხრეთით ირანი აპირებდა ამას და დაიწიეს უკან. რა შეიძლება თქვენ გაქვთ ეს მოდელირება გაკეთებული, რა შეიძლება გამოიწვიოს ზოგადად ბირთვული იარაღის გამოყენება? ხა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ჩვენ არ გავიკეთებია ეს მოდელირება, მაგრამ ხა მოდელი რა მოდით ვთქვათ ასე, არის ომის ნამდვილი ომის ხიფათი. თუ მოხდა ბირთვული ომი, როდესაც ბირთვული ჭურვების მქონე ორი ქვეყანა ერთმანეთს ესვრის. ამაზე ცალკე მოგახსენებთ ცოტა მოგვიანებით. ეს ერთი სცენარია, რომელიც ძალიან სახიფათო არის კაცობრიობისათვის. ანუ ბირთვული ომის დაწყება ნებისმიერი ფორმით კატასტროფული არის მთელი დედამიწისათვის. თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოხდა და ეხლა არსებული კრიზისების ყველაფერი აქეთკენ არის დაგროვილი. ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის იქნება კატასტროფული, დროით 10-15 წლით შეიძლება არსებითად შეიცვალოს ვითარება აი ამ მთელ ჩვენ ნახევარსფეროზე. იმიტომ რომ ომის დროს ხდება ჯერ ბირთვული აფეთქებების დროს თუ ეს ქალაქებზე ხდება მათი გამოყენება და იგულისხმება რომ ეს ფილოსოფია და სანტაჟი თქვენ რო ახსენეთ რომ აი მე ახლა გავანადგურებ ქალაქს ხო? აი თუ თქვათ ეს შენ დაუშვება მას რომ შეიძლება დიდ ქალაქს ესოლო აი ამ დიდი ქალაქების განადგურების შედეგად ჭვარტლი რომელიც ადის ზევითკენ ძალიან მაღლა ატმოსფეროში და ეს ჭვარტლი არა რადიაციულობის გამო, არამედ სუფთა ჭვარტლის ასვლის გამო და აი ამ ნამწვავის ამსვლის გამო ატმოსფეროში იწვევს არეკლას მზის სხივების იფანტება ფარდასავით იფარება ზევით სადაც ხდება, მაგრამ დიდ ტერიტორიაზე ესე ვთქვათ, ეხლა ვთქვათ, მერტლა იფაროს გათვლები არის ინდოეთსა და პაკისტანს შორის, ხომ ასეა? და თელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ეხება, რომ ეს გაიფანტება, არის რაღაცა ფარდა, რომელიც გადაეფარება მზის სხივებს და ამის შედეგად ტემპერატურა კლებულობს ძალიან მკვეთრად. ხა ტემპერატურა რო კლებულობს ძალიან მკვეთრად, საშუალო ტემპერატურა. ეხლა ეს არ არის ესე თქვათ თითქოს ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს არის თქვათ ტემპერატურის კლება 10-5-დან 15 წლამდე რა საშუალოდ ასეთი აი ეს იმის გაწოვის პერიოდია რომ დადგეს ნორმალური ამას ქვია ბირთვული ზამთარი. და ფაქტობრივად ამ ტემპერატურული ცვლილების გამო სოფლის მეურნეობა ინგრევა. აღარ ესე იგი რეგიონები სადაც რაღაცა მოსავალი მოდიოდა ის იქ არ მოდის სოფლიოში დგება ასე ვთქვათ შიმშილი და აი ამ გათვლებში არის ძალიან საინტერესო რომ დიდი ქვეყნები და დიდარი ქვეყნები დავარქვათ შეერთებული შტატები საფრანგეთი რომლებიც ჯერ-ერთი სოფლის მეურნეობის ქვეყნები არიან და მე ფაქტიურად ექსპორტიორები არიან საქონლის ისინი ამას იტანენ შედარებით ადვილად. ბოლოს ჩაკეტავანი ექსპორტს და თავის მოსახლეობას უზრუნველყოფენ. მაგრამ სუსტი და პატარა ქვეყნები, რომელიც აი ამ შემოტანილი პროდუქტების ხარჯზე ცხოვრობენ, ისინი არიან საშუალოდ მოწყვლადი ამ უბედურების მიმართ, იმიტომ რომ რეალურად დგება ფართომასშტაბიანი შიმშილის რისკი. ამიტომ მე ახლა არსებობს ეს სტრატეგიული იარაღი, დაშინების იარაღი, ესე იგი ტაქტიკური იარაღი, რომელსაც თქვა და მე მაგდა თქვა ამ ადგილას დავარტყამ და რაღაც ერთ პოლკს გავანადგურებ, ერთ დივიზიას გავანადგურებ, მაგრამ იცით რა, ახლა მე მაინც თვლი რომ თვითონ აი ამაზე ლაპარაკი ძალიან ცდარი რამ იყო და თუ ამჟამად ახლა რუსეთი აღარ ლაპარაკობს. ანუ რუსეთის ხელმძღვანელობა ამაზე ლაპარაკობდა მაშინ ძალიან უჭირდა. ომის დასაწყისში როცა ომი წავიდა ისე როგორც მაგენი არ ელოდნენ და
ფაქტობრივად გაეჭედენ აი ამ ჩაეფლენ ამ უკრაინაში ომში. და მაშინ რაღაცა ბაქიბუქობდნენ. მაშინაც არ უნდა რომ კითხოს კაცმა არ იყო საჭირო ამ ტრაბახი, იმიტომ რომ იცი თუ ამას ბევრს იძახი მე აჩვევს საზოგადოებას და შეიძლება შენ თვითონ ეჩვევი და შენ აი ასეთი სხიფათი ამას თანდებს რა რაღაცის გამოყენება გამოვიყენებ ბოლოს შეიძლება გამოიყენო მაგრამ შენ რო გამოიყენე მე ისიც გამოიყენო და მე სათავდება როგორ თავდება და რა უბედურება დგება ძნელი საქმეა ეხლა აღარ ამბობენ რუსები მე უშო кайხანი აღარ მომისმენია ის მაგათი ყოფილი პრემიერ-მინისტრი რო აგვარია მედვედევი ხო ის იყო ძალიან ისეთი ის რომ დალეს ეხლა საუბრობს ხოლმე ეს როგორც ერთიკას ნუ მაინც არასერიოზულად ხომ ის საუბრობს ხო მაგრამ იმედი ვიქონიათ რომ ეს არ მოხდება ეხლა რაც შეეხება ირანს ირანი უცნაური ქვეყანაა რა ერთი სხვა ძალიან რაციონალური გონიერი და მშრომელი და ჩვენი ხალხი ირანელები ხო და მეორე სულ აქვს ეს გადამეტებული რაღაც მიდრეკილება უკიდურესი რევოლუციური აგრესიის მიმართ, თქვათ ისრაელის მიმართ და აი ეს რაღაცა ვიღაცას გავანადგურებ, გავაქრობ, მოვსვობ, ну ეს ყოველთვის იწვევს ხიფას, მიუღებლობას და ну ამ თვალსაზრისით ეს ტერორიზმი ძალიან კარგია, იმიტომ მე თუ შევაშენე ხალხი რომ აი დაგარტყამ ბომბას და გაგანადგურებ, ხო? აი ჩვენ მოგვივიდა მაგის ვაჩვენე. ძალიან შეგვეშინდა ომის, ხო? ეს ძალიან საინტერესოა. ძალიან ადვილად შეიძლება მოიგო ომი თუ შეაშენებს საზოგადოებას. დააშენებ ომით, ხო? აი ომის მიმართ მდგრადობა ნაციონალური თვისება ძალიან არსებით. ევროპა ძალიან მოწყვეტია, ევროპას ძალიან ეშინია ომის. რა თქმა უნდა. საუბედუროთ რა და საუბედუროთ თვალსაზრისით ეხლა ხდება ამ ევროპული ცნობიერების გაძლიერება და ამ თვალსაზრისით აი მე მერჩერო ეს ოპერაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რომელს აჩვენა აი რუსეთში ოპერაციასთან ერთად ის რა თვითნაირები რო გაუნადგურეს. ესე იგი ნატიფი ინტელექტუალური სამხედრო სტრატეგიის პროდუქტი იყო ორთავე, არ იყო ეს პრიმიტიული უხეში ძალის გამო, არამედ დახვეწილი გზით იყო მიყენებული ძალიან დიდი ზიანი და ამ დახვეწილი გზით ზიანის მიყენება დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიურ და ინტელექტუალურ დონესთან. ამიტომ ასე იგი ეს ევროპა და დასავლეთ სამყარო რომელიც ამ მიმართულებით არის მაგალითად ნიმუში ხო ის ალბათ იგრძნო ისრაელის მაგალითიდან რომ როგორც არ უნდა მიჭირდეს და როგორც არ უნდა იყო გარემოცული მტრებით მე ვალდებული ვარ ვიბრძოლო დავიცვა ჩემი თავი და ჩემი კვალიფიკაცია ინტელექტი ცოდნა იმის ვსჭირდება რომ ეს კარგად განვახორციელო და ამ თვალსაზრისით მე ვუბრალოდ აი განვიხილავ ამას როგორც ესეთ მაგალითს იმისა, როგორ შეიძლება განვითარებულ ქვეყნებმა დაუპირისპირონ რამე ვულგარულ ძალას. მათ შორის იმ შანტაჟსაც ბირთვული მე ხარ, იმიტომ რომ ეს არის შეშინება, ვულგარული შეშინება, როგორც ახლა კლავენ ხალხს, ხო, ესვრიან და ანგრევენ კიევში სახლებს, ხო? და ამათ კულტურულად სადაც საჭირო ეგ დაარტყეს იმდენი რამდენი საჭიროა და ისე როგორ საჭიროა რა. ეხლა კომიკურია განცხადება ჩემი აზრით, რომ იმათ რომ 3 ჭურვი ჩამოგვაგდეს და ჩვენ 3 თუ 5 ჩამოვიდა და 5-ით დავარტყითო, ხო? მაგრამ 5 შორის სხვაებაა და ეხლა ეს უკვე ხალხის დასამშვიდებლად არის. ბანოგია, რა უნდა გაითვალისწინონ პატარა ქვეყნებმა, როდესაც აი მუდმივად აი ესეთი თქვენ ახსენეთ ვულგარული შანტაჟი მიმდინარეობს. საერთოდ ყველანაირი შანტაჟი, მაგრამ მაინც აი რა უნდა გაითვალისწინონ და განსაკუთრებით ახლა ჩვენ ქვეყანაზე მაქვს საუბარი, ჩვენ რა უნდა იყოს ჩვენთან მესმის თქვენი კითხვა, ახლა ჩვენ ცოტა ჰარალოზე ყოფი ხალხი ვართ თლიანობაში. ეს არ ეხება მარტო ბირთვულ უსაფრთხო. აი, მთლიანობაში რაღაცა თუნდაც ის რომ ამდენი სახლი შენდება და არც ერთ სახლს არ აქვს დასაცავი ადგილი, რომ მაცხოვრებლები ჩავიდნენ, თუ ღმერთმა დაგიფაროს რომ ომი დაგჭირდა, ხო? ანუ ძალიან
რაღაცას ვაკეთებთ ისე რომ აი მინიმუმზე და უფრო ღრმა გაანგარიშებები რა შეიძლება იყოს და როგორ იყოს არ ხორციელდება. კი არ ვამბობ რომ არიციან. არა, მაგრამ რაღაც აი ღარიბი ქვეყანა, პატარა ქვეყანა იმაშია რომ ხა გასაკვირველია პირველ რიგში უნდა გქონდეს ჩვენ დახვეწილი საზოგადოებრივი დაცვის სისტემა უნდა არსებობდეს ჯგუფები რომელსაც იციან თუ რამე მოხდა როგორ მოიქცენ თუნდაც რადიაციული ღრუბელი მოდის მე არ ვლაპარაკობ დარტყმაზე მართლა დაიფაროს უბრალოდ მოხდა რაღაცა იქ სერიოზული დაზიანება უნდა გითხრათ რომ ბუშერის ატომურ სადგურს არ შეეხენ ამერიკელები ეს ამნიშნულოვანი ანუ ის მუშა სადგური თქვენ ზაპოროჟიე ახსენეთ არც ისიც გაჩერებულია ეხა არ შეიძლება X როლა საერთოდ ბირთვულ ეხა მე ხაზგასმით მიმეორებ რომ აკრძალულია მოქმედ ბირთვულ ობიექტებზე იარაღის გამოყენება. ცხადია რომ ის არ იყო ბირთვული ობიექტი, ის იყო ქარხანა რადიაციული გაწმენდისა ცოტა სხვა ნიშნულობის ის იყო ობიექტი და ეს არ არის ჰიდროელექტროსადგური და ატომელექტროსადგური რომელიც თქვა სითბოს გამოსცემს და იქ მუშაობს და უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა იმაში რა ქვია ქვაბში. ამიტომ ახლა მოხდა რაღაც სადღაც ახლოს ჩვენ გარშემორტყმული ვართ ამ ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური კატასტროფა მოხდა დაუშვათ არა სამხედრო ტექნოლოგიური არის ალბათობა ამ შემთხვევაში რომ ქარი მოიტანს ამ რადიაციულ ღრუბელს რასაკვირველია ძალიან ფრთხილად საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული უნდა იცოდეს თავი როგორ დაიცვას ის კი არა რომ დაიმალოს რაღაცა მაგრამ ზედმეტი რომ არ მოხდეს შენი უნდა მოხდეს ქუჩებისში რადიაციული ფონის კონტროლი რომელიც ხდება ახლა და რასაც მაგრამ თუ მოვიდა მტვერი მაგათ არის ყვითელი წვიმები მოდიოდა ხოლმე ეს ყვითელი წვიმა რომელიც თქვენ თუ გახსოვთ 2 წლის წინათაც იყო აი ყველა მანქანები იყო დატალახებული ზევიდან ეხლა ეს აღმოჩნდა რომ ის ტალახი რომელიც იმჯერად იყო ორჯერ იყო ერთი იყო სადღაც იუგოსლავიიდან მეორე იყო ეგვიპტედან ანუ ის ტვერი რომელიც უდაბნოში აიღო იმ ხალმა მოვიდა აქა მიდის მოსკოვამდე მიდის ლონდონამდე მიდის ის ტვერი ყველაფერი და გზაში თუ დაიწიდება წვიმა წამოვა და დაემთხვევა აქა უწვიმიან ამინც შენთან ჯდება თუ ის ტვერი არის რადიაქტიული მაშინ შენ ხარ ნუ გარკვეული ხიფათის ქვეშ მაშინ უნდა ამის გამზომები უნდა იყოს გამწმენდა უნდა გქონდეს ესე იგი საზოგადოება უნდა იყოს მზად თავის დაცვისთვის აი ჩვენი სისუსტე მე ჩვენება საზოგადოების სისუსტე არის ის რომ ესეთი ორგანიზებული სისტემა საზოგადოების მიერ თავის დაცვისა არ არსებობს ხო? ეხლა თუ დიდი მასშტაბის ხანძარია ხო? ამ ჩვენ მეხანძრების იმედზე ხო ვერ იქნები, ხო გჭირდება ზედმეტი ხალხი, ხო გჭირდება მცოდნე ხალხი, ხო გჭირდება რაღაცა კვალიფიციური ხალხი, ხო მასე? აი ეს როგორ მუშაობს, ანერეთ მუშაობს, მე ამის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მე მეჩვენება რომ ეს ყველაფერი არის რაღაც ჩანასახოვან დონეზე და განვითარებული არ არის რა. რომ ეხლა თქვათ არის ჯარში არ მიყავთ კაც ხალხი ხო ახალგაზრდები ძალიან კაი, ჯას მეტი არ ჭირდება და ვინც არის ის მიყავს, ხო, ვინც საკმარისი. მაგრამ ნუ თუ არ შეიძლება მოამზადო სპეციალისტებად, რომელიც თქვა რაღაც ტრეინინგის კურსებზე, როგორ თავდაცვაში, მეცამეტი დაჭრილების მოვლას, რაღაც აი ამისთანა ტიპის აუცილებელი სწავლება, როგორც ისრაელში. ყველა ვალდებულია იყოს სამხედრო თავის ქვეყანაში. ეს არნიშნავს რომ თოფი გეჭიროს, მაგრამ ქვეყნის სამსახურში ბევრს უჭირავს თოფი. ხო, იქ ყველას უჭირავს თოფი, მაგრამ გარდა თოფის დაჭერისა, სადაც საჭიროა ქვეყანას საჭირდება, იქ უნდა იყოს ჯანმრთელი ძლიერი თაობა, რომელსაც შეუძლია გაჭირების დროს ხალხს მიეხმაროს. მე ეს მნიშვნელოვანი. ჩვენთან ეს რაღაცა არ გამიგია მე ხა თქვენამ შეიძლება გაიგეთ, მე არ გამიგია რომ რაღაც ამ მიმართულებით ვარჯიშების არის დაყოფილია. არსებობს ეს შვენიერი ახალგაზრდები არიან, ვინც მუშაობენ აი ამ მაშველთა კორპუსში, ხო მასეა? ძალიან კარგი. მაგრამ ყოფნის ის მაშველთა კორპუსის სერიოზულ ვითარებაში ხო არ არის საჭირო რაღაც რეზერვი არსებობდეს, რაღაცა მომზადებას გადიოდეს ხალხი. აი ესეთ კითხვები არის. რამდენიმე რეკომენდაცია მაინც აი ესეთი რომელზეც
რომელზეც რა პრაქტიკულად ამაზე არავინ არ საუბრობს სამწუხაროდ და ესეც არის ტრაგედია. რა რეკომენდაციები შეიძლება მეთქვა? ნუ რამდენიმე საბაზისო რეკომენდაცია. საბაზისო პირველი საბაზისო რეკომენდაცია რომ სიამოვნებაში ყველაზე დიდი ხიფათი არის პანიკა. როდესაც რაღაც სადღაც ხდება და აქ ყალიბდება პანიკა. იმიტომ რომ პანიკის დროს არასწორი ოპერირებების ადგილია. ამიტომ პანიკა რო გადარჩეს, კაი ინფორმირება უნდა იყოს, მაგრამ ჯობია ისე ვთქვათ ინტერნეტით რაღაცა ინფორმაცია მიიღო, ვინმე უბრალოდ პანიკური ტელეფონის და ჭორების დონეზე რეაგირება იყო. ამის მაგალითი იყო ჩერნობილის დროს იოდს რო სვამდნენ და კიდე რაღაცა, იმიტომ რომ იოდი მხოლოდ იმ მომენტშია საჭირო რომ დალიო, როდესაც ჰაერში თუ არის ეს რადიაციული იოდი რო შენთან არ მოხდეს. ის იოდი ცოტა ხანს არსებობს და ის მოვიდა იმ დროს და საერთოდ იოდი აღარ იყო იმ რადიაციაში, ამიტომ ის სმა იოდისა უბრალოდ მავნეც იყო. გარდა ამისა, ამ პანიკის დაცვის არის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი აზრით რაღაცა თანმიმდევრული საინფორმაციო პოლიტიკის ჩატარებისა, რომელიც ხალხს გაუჩენს წმენას, რომ თუ რაღაცა მოხდა, სახელმწიფო მაინც იცის, ან ვიღაცება მაინც იციან, როგორ უნდა მოიქცეს. ხო ხტებით ასო, ეს ჩემი საქმე არ არის. იმიტომ კი არა რომ ესე იგი მე ვარ მეცნიერი და სადღაც იქ უნივერსიტეტში ლექციას ვკითხულობ, ხომ ასე? უნდა სისტემა არსებობდეს, დობით აღჭურვილი სისტემა, ამიტომ ის კაცი ვინც არის ამის პასუხისმგებელი, უნდა იყოს კომპეტენტური, სანდო, ისეთი რომელსაც აი თქვათ ცოდნა და გამოცდილება აძლევს საფუძველს ხალხს დაიჯეროს, რომ ეს კაცი გადაგვარჩენს, ხო? გარდა ამისა, ჩვენ ქონდა იდეა ასეთი აი ჩვენ ასე ვთქვათ ჯგუფს, რომ აი ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფები შექმნილიყო რაიონებში. ეს სოფელში, ხო? სოფელში სკოლის მასწავლებელი ბიოლოგიის, ან ქიმიის, ან ფიზიკის, რომელიც არის ამავდროულად ასე ვთქვათ კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაღაცა გაზომოს, რაღაც აპარატის კონდეს, თქვას არ არის ეს რადიაცია, ნუ გეშინიათ არ მოსულა, ან მოვიდა და რაჯაკით სახში რა. რომ ეს მანამ ვიღაც თბილისიდან ჩამოვა, არა, რომ იქვე იყოს რაღაცა ადამიანები, რომელთა დობა გააჩნია იმ საზოგადოების, იქაური მაცხოვრებლების, რომელთაც შეუძლია თქვათ რაღაც მინიმალური გაზომვები ჩაატარონ და თქვან რომ რამდენად ვითარება არის აქ სახიფათო თუ არა. ეს ჩვენ მიგვაჩნია რომ თქვათ აი მასწავლებლების კორპუსის გამოყენება შეიძლება, ან თქვათ სადაც რეგიონალური უნივერსიტეტებია, იქ სადაც პატარა მიკრო ძალიან კარგად აღჭურვილი შეიძლება არა, მაგრამ მინიმალურად აღჭურვილი რადიაციული და ეკოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორია მუშაობდეს, რომელიც იმ კრიზისულ შემთხვევაში დაეხმარება ადგილობრივ მასშტაბში აი ამის შემოწმებას. ეს სამსახურია შესაქმნელი, იცით რა ხო? ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ და ასეთი ეს უკვე ნატიფი სტრუქტურირება საზოგადოების მიხედვით, ეხლა ეს არის ის, რაც თავიდან არ ჩანს, მაგრამ როცა დაგჭირდება გამოჩნდება და შეიძლება არის და მე ვერ ხედავ, მაგრამ არ გამიგია რა. და ჯობია რომ ქვეყანა იყოს მზად ყველაფერი ცუდისთვის. მაგრამ არ ეშინოდეს შენ ცუდეს. აი ესაა ჩემი, ანუ შენ უნდა გესმოდეს რომ არის რაღაცა, მაგრამ არ უნდა გეშინოდეს. როგორც ოპერაციაზე რომ მედის ავადმყოფი, ხო? აფესა სიამოვნო ოპერაციაში არა, მაგრამ შენ თუ იმ ოპერაციას ეშინია და არ მიდიხარ, მაშინ განწერული ხარ, ხომ ასე? აი ეს ერსაც უნდა გქონდეს რა. აი ეს გაჭირვება, როგორც ოპერაცია, რომელიც უნდა გადაიარო, გადაიტანო და ამის უნდა იყო მზად და უნდა იცოდე რომ ხირურგები ყავს კარგი. აი ეს ისაა რაც გვაწუხებს ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. აი გენაცვალე.